თბილისის საქალაქო სასამართლო მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ ბრალდებაზე მსჯელობს საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს. უფლებადამცველის თქმით, საქმეში არდევს მტკიცებულება, რომელიც მსახიობის ბრალეულობას დაამტკიცებს. ბაჩო ქაჯაიას 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, მაშინ როდესაც ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო ადგილზე. დაცვის მხარე ქაჯაიას მიერ მართსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას გამორიცხავს. უშუალოდ მტკიცებულებად არ არის გადაკეტვის ფაქტი. 15 წუთიანი სხვაობა არის იმ დროს, როდესაც ედავებიან და რა დროსაც არის სამართალდამცველობის ოქმი შედგენილი და ასევე იმ დროს შორის მტკიცებულებებიც არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ნაჩვენები არის როგორ დგას ხალხი ქუჩაში და არ არის გადაკეტვის პროცესი უშუალოდ. როდესაც ედავები ვინმეს გადაკეტვის ასე ვთქვათ, მცდელობას ხელოვნურად აუცილებლად უნდა აჩვენონ, რომ ხალხი სადღაც იდგა და ხელოვნურად ეს გზა გადმოკვეთა. ჯერჯერობით მტკიცებულებად არ არის არანაირი ვიდეო მასალა წარმოდგენილი, რომელიც ამას დაადასტურებს. რამოდენ უნდა მქონდეს აქ არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პროკურორი, ადვოკატის რაღაცნაირად სამსახურის ფუნქცია ზოგადად რა არის დააკარგინეს, იმიტომ რომ რა ვიცი, რამოდენ უნდა მქონდეს გუშინ 18 და 23 წლის ბიჭი, რომელიც თან ზემოდან შეეშალათ, სხვა აღმოჩნდნენ და მაინც ისინი დააჯარიმეს. დაზარალებულებს აჯარიმება ხოლმე. აი რამოდენ უნდა მქონდეს არაფერი.